მოგესალმებით მეგობრებო. მოგესალმებით სრულიად საქართველოს იმყოფებით მამა დავითზე, დაწმინდაზე, სრულიად გამსახურდიასა და მერაბოსავას საფუძვლზე ამოსული საქართველოს ეროვნული დაუმორჩილებლობის კომიტეტის სახელით გვინდა აი ამ ძვიადისა და მერაბის საფლავიდან მოუწოდოთ სრულიად საქართველოს 24 სექტემბერს ქალაქ თბილისში რუსთაველის მეტროსთან, რუსთაველის ცექთან 16 საათზე დაიწყება აქცია. ეს აქცია ეძღვნება საქართველოს პრეზიდენტის სვიად გამსახურდიას დაბრუნებას საქართველოში გროზნოდან საქართველოში დაბრუნებას 93 წელს. თელმა საქართველოს მისის თუ რა მოხდა 92 წელს, თუ როგორ ძალადობრივი გზით იქნა დამხობილი საქართველოს ეროვნული ქრისტიანული ხელისუფლება და განდევნილი ქვეყნიდან. და ფაქტობრივად 92 წლის 6 იანვარს ახლად ფეხადგმულმა დამოუკიდებელმა საქართველომ არსებობა შეწყვიტა როგორც სახელმწიფო. და ეს სახელმწიფოებრიობა დღემდის არ არის აღდგენილი. ამიტომ ვალდებული ვართ სრულიად საქართველოს ქართველი ხალხი რომ მაღვადგინოთ ის სახელმწიფოებრიობა რასაც შეეწირა სვიად გამსახურდია და რისთვისაც იბრძოდა ის მთელი მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის განმავლობაში. ამიტომ მოუწოდებ ეროვნული მოძრაობის წევრებს, როგორც ვეტერნებს, ისე ახალგაზრდებს და განსაკუთრებით ახალგაზრდობას მინდა მოუწოდო, რომ მოვიდნენ 24 სექტემბერს 5 საათზე რუსთაველის ძეგლთან და გაიგონ სიმართლე თუ რა მოხდა და რა ხდება დღეს საქართველოში იმ სახელმწიფო გადატრიალების მოყოლებად. მეგობრებო, არ არის დღეს იმის დრო, რომ დუმილით და ისევ აი ასე დუმილით გავაგზავნოთ ცხოვრება. იცით, დუმილით გაიცა ქრისტე და ნუ გავცემთ ჩვენს ქვეყანას ჩვენს დუმილით. აი აქ ზვიადის საფლავს ამშვენებს მისი ნათქვამი ქართველი ერის გზა, ქრისტეს გზა ეკლიანი, გზა ჯვარცმისა და გარდუალი აღდგომისაო. ეს გზა არის მეგობრებო ჩვენი და ჩვენი ერის ისტორია და ჩვენი ერის მთელი ისტორია და არსებობა სწორედ ადასტურებს ამ სიტყვებს. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ. ეს გზა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა. მეგობრებო, მე მინდა ილოცვას შევუერთდე დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს დედაღვთისმშობლის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს და დღეს ნაგერბაბულმა გელამმა ილოცა მთელ საქართველოს დღევანდელი დღე და მე ერთი რამ მინდა ვთქვა. ყველაფერი უფლისნებით ხდება. ჩვენი ამოსვლა ვფიქრობ დღესაც აქ უფლისნებით მოხდა, იმიტომ რომ ბატონი ზვიად გამსახურდია ფსევდონიმი იყო, როდესაც ხელს აწერდა მარიამისზე. იცოდით, თქვენ ეს რა არ ვიცი, ის აწერდა ხელს, თუნდაც მან თარგმნა ძველ ბერძნულიდან სახარება და იქ აქ მას ასეთი ხელმოწერა მარიამისზე. და მარიამი ყველამისით ვინ არის და რა არის. დედაღვთისმშობელი არის ჩვენი ქვეყნის მფარველი, განსაკუთრებული მფარველი და მოდით ნუ განვარისხებთ ჩვენს დედაღვთისმშობელს. ნუ განვარისხებთ, იმიტომ რომ რამდენსაც ქართველი ადამიანი სულ ჩაიდენს, იმდენსაც უფალი დედაღვთისმშობელი ტირს. ამიტომ ნუ განვარისხებთ დედაღვთისმშობელს და დავისვათ დედაღვთისმშობლის წილმხედრი ეს ქვეყანა. მადლობთ. მოგესალმებით. მშვიდობა თქვენ და მშვიდობა სრულიად საქართველოს. და მშვიდობა იმ ერს, ვინც მეგობრობის ხეს გამოგიწოდებს და ღმერთის წინაშე გულწრფელად შეასრულებს. როგორც ახსენა დიმამ, ხო? ქართველი ერის გზა არის ქრისტეს გზა.
ამიტომ დავუკავშირდით, მე პირადად დავუკავშირდი ამ გზას, ზვიადის გზას, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა თუ გვინდა გადარჩენა. ამიტომ გვიახლოვდება რაღაც სულ 2 დღეში 24 რიცხვი, ამიტომ მოუწოდებ ყველა ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს, თუ ჩვენ გვინდა დავიცავთ ენა მამულის არწმუნოება, მაშინ უნდა შევიკრიბოთ და უნდა დავანახოთ მავანთა ძალებს, თუ როგორ შეგვიძლია გაერთიანება ქრისტე ღმერთში და რა თქმა უნდა დავანახებთ მტერს, თუ რა ძალა გვაქვს ქართველებს. ამიტომ ჩემო ძვირფასო ქართველებო, მოგიწოდებთ რუსთაველის ძეგლთან 24 სექტემბერს შევხვდეთ და გავერთიანდეთ ქრისტე ღმერთში. მე მინდა მიულოცო დღეს დღევანდელი დღე ყველა ქართველს, სრულიად საქართველოს ემიგრანტებს, აი ამ დღის მადრიდა ძალა იყოს ჩვენი მფარველი. მერაბი თუ რამეს დაამატებს სულ სიტყვას. გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით, მოგილოცავთ. ღვთისმშობლების უწმინდეს დღესასწაულს გავახსენებთ. ჩვენი გასაჭირი ყველამ კარგად ვიცით და მაგას ახსნა არ ჭირდება და არ უნდა ზედმეტი განმარტება და ზედმეტად თავს არ შეგაწყებთ. დღეს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია. ვიყოფებით 23 წელი 1991 წლის შემდეგ, რაც სამხედრო გადატრიალების სამხედრო ხუთით დაემხო კანონური ხელისუფლება და ერთადერთი გამოსავალი არც ნაცებში, არც კუცებში და არც შევარდნაძის გადმონაშთებში და იმ ძალაშია ერთადერთი გამოსავალი არის სიმართლეში და სიმართლე და ჭეშმარიტების გზა არის ბატონის ვადის და მერაბ კოსტავას. ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ვადიზე, არ შეიძლება მაგენი ერთმანეთს დავაშოროთ და მერაბ კოსტავას გზა, რომელმაც თავისი ცხოვრების მანძილზე შესწირეს თავიანთი თავი და მე ვფიქრობ, რომ ისინი არიან წამებულები საქართველოსთვის, როგორ გარდაიცვალა მერაბ კოსტავა ყველამწარ მახსოვს, მისი დახმარებით და როგორ გარდაიცვალა ბატონის ვად გამსახურდია წამებაში ეწამა საქართველოსთვის, ჩემთვის ისინი წამებულები არიან. მაგრამ ეს დროიტყვის თავის სათქმელს და ჩვენი მომავალთაობა აუცილებლად დააფიქსირებს იმ ჭეშმარიტ გზას, რომელზეც გზაზედაც საერთო სათქმელი ჩემო მეგობრებმა გითხრეს, მეც გავიმეორებ, გავერთიანდეთ ქრისტეში, გავერთიანდეთ სვიადის და მერაბის თანატოვარ ჭეშმარიტი გზით და მივიყვანოთ ჩვენი საქართველო ჭეშმარიტ გზაზე და ჭეშმარიტად გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი თაობა, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეშია. კონსტიტუციურადაც და უცხოთამელების ჩამოსახლებით, რასაც გვიპირებენ კარგად მოგესალმებით უკვე. მადლობა ყურადღებისათვის, მოგწანდით ყველა ქართველს მოგიწოდეთ, მოგწანდით 24 სექტემბერს 5 საათზე იქნება პანაშვიდი ზვიადის და მერაბის მოსახსენიებელი და მოგმართავენ ჩვენი ეროვნული კომიტეტის სახელით ჩემი მეგობრები და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები. გელით ყველას მოგწანდით 24 5 საათზე. მეგობრებო, კიდე მინდა თქვა ორიოდე სიტყვით, მოუწოდებ ყველას, ვინც არ უნდა იყოს, ისინი იქნებიან პოლიტიკური პარტია, არა აქვს მნიშვნელობა. გზა არის ერთი ქრისტე ღმერთამდე და ეს გზა არის ბატონს ვიადგამსახურდიას გზა. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ბატონს ვიადგამსახურდიამ გაიარა ქრისტეს გზა. აიღო ეს ძიმე ჯვარი, რომელიც ბევრმა ვერ გაბედა და ამ პიროვნებამ ეს ბოლომდე თავის მისია შეასრულა. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობა არის, რომ გავერთიანდეთ ქრისტე ღმერთში, იმიტომ რომ კარგად მოგეხსენება, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეორედ მოსვლის სცენარე დროში და ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო. მავანთა ძალები ფიქრობენ იმას, რომ ქართველი ერი გადააშენონ და გენოციდიც არის დაწყებული. ამიტომ მეგობრებო, ჩვენ როდესაც ვამბობთ და როდესაც გიწევთ ხომ შეხვედრაზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში გაერთიანებას გთავაზობთ, არამედ გაერთიანებას გთავაზობთ ქრისტე ღმერთში
და ეს არის ჩვენი ერთადერთი გადამჭრელი გზა. მე მინდა გისურვოთ მშვიდობა და გელოდებით 24 სექტემბერს. დავანახოთ მტერს თუ როგორ შეგვიძლია გაერთიანება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.